მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი საბრძოლო კვირით და ამჯერად ამ კვირას მაიამიდან გადავხვდებით პირდაპირ კანადაში და გვექნება კანადის ქარდი, სადაც გილბერტ ბერნსი მეინ ივენტში დაუპირისპირდება მაიკ მალოტს. დურინიო UFC ვეტერანი და აბსოლუტური ლეგენდა შეეცდება მაიკ მალოტი კანადელი პროსპექტი დაამარცხოს თავისივე ქვეყანაში და ჩაუშალოს სამომავლო გეგმები. ამ ქარდზე კომეინი გვექნება ბენთემოიტების დაპირისპირება, კაილერ ფილიპსი დაუპირისპირება ჩარლზ ჯორდეინს. მეინ ივენტზე ასევე გვაქვს ჭუბი მანდელ ნალოსა და ჯეირი ჰერბერტ შორის. მანდელ ნალო არის კანადელი მებრძოლი, რომელიც მოდის კონტენდერების სერიიდან ძალიან მაგარი ფინიშით და დაუპირისპირდება ინგლისელ ჯეი ჰერბერტს, რომელსაც დიდი გზა აქვს გამოვლილი ინგლისიდან კანადამდე. ქარდზე ასევე გვეყოლება ჟასმინ ჟასტუვიშუსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანადელი მებრძოლია UFC-ში. ის დაუპირისპირდება უმაგრეს ბრაზილიელ ჯიცერ კარინე სილვას. ეს და სხვა ჭუბები გვექნება ამ ქარდზე და დავიწყოთ ნელ-ნელა განხილვა, თუმცა სანამ დავიწყებდეთ, ხოლმე მექნება რომ დავალაიქოთ ვიდეო და ვისაც არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, გამოვიწეროთ. სულ რაღაც 40 საბსკრაიბერი გჭირდება კიდევ და 1K-ს მიუკაკუნებთ, 1000 გამომწერი მეყოლება უკვე და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას, ვინც უყურებთ ჩემ ვიდეოებს და ვინც ალაიქებთ და ვისაც მოგწონთ რასაც ვაკეთებ. მინდა ვთქვა რომ ძალიან დიდი мотиваცია მეძლევა და შევეცდები უფრო და უფრო მეტი და უფრო ხარისხიანი ვიდეოები გადავიღო. მადლობა თქვენ. სანამ დავიწყებდეთ კანადის ქარდის განხილვას, ჩავხედოთ ჩვენ წინა მაიამის ქარდს და ჩვენ პროგნოზებს შევხედოთ. 6-5-1-ზე წამოვიდა პროგნოზები. საკმაოდ რთული კვირა გქონდა. 6 ბრძოლა წამოვიდა, რაც თქვი, 5 გაიმაზა და 1 ფრემორჩა პადილას ჭუბი. მეინ ქარდი პროგნოზების მხრივ ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო ორმა ჭუბმა ნახდად მაგრა გამაკვირვა. პროჰასკას პერფორმანსი ალბათ ყველამ ნახეთ. ძალიან დასანანი იყო ჩემთვის, ძალიან ბალეში ყოფდი. ძალიან ახლოს იყო, აი სულ ამდენი აკლდა, მაგრამ თავისი აი ამ ხასიათით რაც აქვს, ზუსტად მაგით წააგო. ძირითადად ვფიქრობ რომ ეხმარება ხოლმე პროჰასკას ეს თავისი ხასიათი თავის ჭუბებში და ზუსტად ამიტომ უყვარს ხალხს პროჰასკა, მაგრამ აქ ზუსტად მგონია რომ მაგან დაგუპა. კარლოს ულბერგი ბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარში ცალი ფეხით იყო, ჩაიწყვიტა მუხლი და შეიძლება ითქვას რომ ცალფეხა კაცმა გათიშა პროჰასკა. მგონია ძალიან სულელურად მოიქცა პროჰასკა, მე ინტერვიუში თქვა რომ შემეცოდაო. პროჰასკას ჰქონდა 23 წუთი კიდე დარჩენილი იმისთვის რომ ცალფეხა კაცი დაეფინიშებინა. უბრალოდ უნდა გამოსულიყო ცენტრში დამდგარიყო, ლექიქები გაეტარებინა და თავისი დაფინიშდებოდა ულბერგი. უბრალოდ ვეღარ გააგრძელებდა, შეიძლება დიდი ალბათობით პირველი რაუნდი თუ მორჩებოდა, მეორეში აღარც გამოსულიყო. მაგრამ არა, პროჰასკამ არ შეცვალა თავისი გეგმა, ზუსტად ის გააკეთა, რასაც ყველა ჭუბში და ყოველთვის აკეთებს და ბოლომდე მიაწვა ხელები ჩამოშვებული და ულბერგი რა მაგარი კონტრდამტყმელიცაა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა და უკანა ფეხზე მიმწყდეულმა კუთხეში მოუქნია მარცხენა ჰუკით ჩაუსვა და ამოაყირავა პროჰასკა და გახდა ჩემპიონი ცალი ფეხით. კომენს რაც შეეხება კოსტამ რაც გააკეთა, ნახდად არ მოველოდი მაგასაც, მეგონა მურზაკანოვი ფეხზე დაჩაგრავდა, მაგრამ ძალიან მოინდომა კოსტამ. ვფიქრობ საერთოდ ეს კაცი მონდომებაზეა და ესე თუ მოინდომა, მგონია რომ თუნდაც აი ამ light heavyweight-ში თუ დარჩა, კიდევ აქ ბევრს მიაღწევს. მურზაკანოვს თუ მესამე რაუნდში ესე შლი და აფინიშებ, მგონია რომ შეძლებს კოსტა და top 10-ში ძალიან ბევრ მებრძოლს გაუკაჩავს. ჩემ პროგნოზში ვთქვი რომ არ მომწონდა კოსტა, მით უმეტეს light heavyweight-ში, მაგრამ ეხლა შემაცვლევინა აზრი. არ დაგიმალავთ და ვიტყვი რომ აწი პაულო კოსტას ბრძოლებს ძალიან მაგრა ველოდები და ძალიან მაგრა მაინტერესებს როგორ განვითარდება მისი კარიერა. და ბოლოს რა ბრძოლასაც აუცილებლად უნდა შევეხო, ეს იყო ჯოშ ჰოკიდის და კურტის ბლეიცის ჭუბი. ეს იყო ჰევივეითების ისტორიაში ალბათ საუკეთესო ბრძოლა. ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად გადადით და ნახეთ, 3 რაუნდი არის ომი. ჯოშ ჰოკიდმა ამ ჭუბით 2 ბონუსი აიღო, Fight of the Night-ის და Performance of the Night-ის და გააკეთა ის, რასაც ძალიან ბევრი არელო და დაშალა კურტის ბლეიცი. უდიდესი ზიანი მიაყენა რა. თვითონაც მიიღო ზიანი, მაგრამ შედარება არა, ისე დააზიანა კურტისა, რომ სახეს უგასისხლული ქონდა ჭუბის ბოლოს, დახოცეს ერთმანეთი. როგორ არ დაფინიშდა ამ ჭუბში რომელიღაცა ნახდად არ ვიცი. ლაივში ვინც იყავით, ჩემთან შემოსულები 180 კაცამდე ვიყავით და გაგიჟებული იყო ხალხი, მეც აქედან გაგიჟებული ვიყავი. ისეთი მაგარი ჭუბი იყო ეს. სხვაც ნორმალური ჭუბები იყო, აი ეს რეიესი ვოლკერის ჭუბი იყო ძალიან მოსაწყენი ერთი, დანარჩენი
ნორმალური ჩხუბები იყო. გავანებოთ ეხა თავი ამ ქარტს და გადავიდეთ ჩვენს ამ კვირის ქარტზე. ერთი რაღაცის თქმა მინდა და შევეცდები ყველა ვიდეოში ვთქვა ხოლმე, ეს ვიდეო, რასაც ვიღებ პროგნოზების ვიდეო, არ არის ბეტინგ ვიდეო, ანუ ეს პიკები, რასაც ვაკეთებ, არ არის ბეტინგ პიკები. ბეტინგის ვიდეოს ვაკეთებ ცალკე და შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე ცალკე ვიდეო. აქ რა პროგნოზებიც მაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ბეტსაც იგივე მებრძოლზე გავაკეთებ, რომელსაც ვფიქავ. დავიწყოთ თავიდან main event-ით, ტრადიციულად გილბერტ ბერნსი დაუპირისპირდება მაიკ მალოტს, კანადელ პროსპექტს. მაიკ მალოტი 34 წლისაა, რატომღაც უფრო ახალგაზრდა მეგონა. 4 წელია უკვე რაც UFC-შია და 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული. აქედან მხოლოდ ერთი მარცხი აქვს ნილ მაგნისთან, ხოლო დურინიოს რაც შეეხება 22-9-ზე აქვს რეკორდი. დურინიო უკვე ასაკშია, 39 წლისაა და კარიერის ამ მომენტში არც თუ ისე კარგად გამოიყურება, 4 ზედი წაგება აქვს. მაიკ მალოტი UFC-ში რო შემოდიოდა, მაშინ გილბერტ ბერნსი უმაღლეს დონეზე ჩხუბობდა, აგერ ზუსტად იმავე წელს, როცა დებიუტი აქვს გაკეთებული მაიკ მალოტს, ხამზათთან აქვს ჩხუბი ჩატარებული ბერნს. ის ლეგენდარული ჩხუბი ხამზათთან ალბათ ყველას გახსოვთ. თუ არ იცით არაფერი გილბერტ ბერნსის შესახებ, მარტო მაგ ჩხუბს შეგიძლიათ უყუროთ ხამზათთან და მიხვდებით და გაიგებთ თუ ვინ არის და რა დონის მებრძოლია დურინიო. აშკარად გილბერტ ბერნსი აღარ არის თავის პრაიმთან ახლოს და თავის ნახევარია ხოლმე ეხა თავის ბოლო ჩხუბებში გამოჩნდა. ძალიან რთულია საერთოდ გილბერტ ბერნსის დაფინიშება. წინა ჩხუბში მაიკ მორალესმა ძალიან ადვილად დაამარცხა, ხოლო მაიკ მალოტის წინა ჩხუბებს რო ჩავხედოთ, კევინ ჰოლანდთან აქვს მოგებული დესიჟენით, რატკესთან აქვს მოგებული მეორე რაუნდში, რაც ძალიან კარგად ჩანს ახლა, იმიტომ რომ რატკე ძალიან კარგად გამოიყურება. წინა მაიამის ქარდზეც ვნახეთ, პრადოს რა ადვილად მოუგო. მაგ ჩხუბის წინ მოგება აქვს ტრევინ ჯაილსთან მალოტს და ტრევინ ჯაილსის წინ აქვს ნილ მაგნისთან წაგება, რაც მგონია რომ ამ ჩხუბისთვის ძალიან გასათვალისწინებელი იქნება. თავისი აი ამ გამოსილების და ამ ტანობის ხარჯზე მოუგო ნილ მაგნიმ. თავიდან გადაიტანა პირველი რაუნდი, ძალიან რთული პირველი რაუნდი გადაიტანა მაიკ მალოტისგან. გაუძლო, დაღალა და მესამე რაუნდში აქეთ დააფინიშა. ამ დაპირისპირებაში დურინიო არის უდიდესი ანდერდოგი, რო ჩავხედოთ 3 და 68 აქვს კოეფიციენტი, მაიკ მალოტს აქვს 1 და 27 და ასე თუ ისე ვფიქრობ სამართლიანია იქიდან გამომდინარე, თუ სად არიან თავის კარიერაში ახლა ეს ორი მებრძოლი. დურინიო უკვე ბოლოსკენა, მაიკ მალოტი ნელ-ნელა მაღლა ადის უფრო, თან სახლში ჩხუბობს. ამ ჩხუბს რო დაუკვირდეთ ლოგიკურად თავისუფლად შეიძლება დურინიომ იგივე გააკეთოს, რაც მაგრიმ გაუკეთა მაიკ მალოტს. ბევრად გამოცდილია ბერნსი, აგერ 5 რაუნდი აქვს შონ ბრედისთან ნაჩხუბარი და ბელან მუჰამედთანაც 5-ვე რაუნდი იჩხუბა, მართალია წააგო ორივე, მაგრამ 5 რაუნდი მაიკ მალოტს არ უჩხუბია არასდროს. ნახეთ მაგნისთან მესამე რაუნდში როგორ დაიპრესა და თავისუფლად მგონია, რომ შეიძლება იგივე მოხდეს ამ ჩხუბში, მით უმეტეს მე-4, მე-5 რაუნდში უკვე ბოლოსკენ. თუმცა რა თქმა უნდა უდიდესი შანსი აქვს მაიკ მალოტს, რომ პირველ მეორე რაუნდში დააფინიშოს ბერნსი, თან წინა ჩხუბში დააფინიშდა ბერნსი. მოგეხსენებათ, დურინიო არის უმაღლესი დონის ჯიცერი და ძალიან მაგარი მოჭიდავე. მის ერთ-ერთ წაგებას რო ჩავხედოთ, ჯეკ დელა მადალენასთან ყოფილ ჩემპიონთან აქვს მესამე რაუნდში. ჩაუსვა ჯეკ დელამ მუხლი და გათიშა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ის, რომ უგებდა ჯეკ დელა მადალენას მაგ ჩხუბში პირველი და მეორე რაუნდი მოგებული ქონდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ 2 წლის წინ იყო ეს ჩხუბი და მგონია ეხლაც შეძლებს მსგავს ჭიდაობას, თუმცა მაიკ მალოტსაც აქვს ჭიდაობის სკილები და გრეპლინგიც, საკმაოდ მაღალი დონის გრეპლინგი აქვს. აღსანიშნავია ამ ჩხუბში ის ფაქტი, რომ ორივე მებრძოლი ველთერვეიტში ჩხუბობს, მაგრამ ორივე არის ქვემოდან ამოსული. UFC-ს კარიერის დასაწყისში ბერნსი ლაითვეიტში გამოდიოდა, შემდეგ ავიდა ველთერში და იქ განაგრძო თავისი კარიერა, ხოლო მაიკ მალოტს რაც შეეხება, რაც არ უნდა სიგიჟეზე ჟღერდეს, დიდი ხნის წინ, მართალია დიდი ხნის წინ, მაგრამ მაინც ფედერვეიტში ჩხუბობდა მაიკ მალოტი, ანუ ორი წონით დაბლა იყო და ეხა ველთერვეიტში საერთოდ არ არის პატარა ველთერვეიტში, საკმაოდ ჩამჯდარია ველთერში და აზრი არ ვარ ფედერში როგორ იყო, მართალია 10 წლის წინ იყო, 24-25 წლის იყო მაშინ და არ ვიცი ამ წლებში როგორ გაიზარდა მასე, კუნთი როგორ შეივსო. ამ ჩხუბში გამარჯვების მეთოდის ყველაზე დიდი შანსი არის მაიკ მალოტის early finish-ი, ანუ პირველი მეორე რაუნდის finish-ი. თუმცა ჩემი ლაპარაკიდან გამომდინარე ალბათ მიხვდებოდით, პირადი სიმპათიები გამაჩნია გილბერტ ბერნსის მიმართ და ზუსტად ამიტომ ვიმედოვნებ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გააკეთებს ბერნსი იმას, რაც ნილ მაგრიმ გაუკეთა მაიკ მალოტს. მგონია, რომ ამის შანსი
არის. ზუსტად ამიტომ მივენდობი დურინიოს, ვიქნები მიკერძოებული და ავირჩევ დავფიქავ გილბერტ ბერნს. წინა ქარზეც მსგავსად მიკერძოებულად ავირჩიე კაპსონსონი და გაამართლა და ძალიან დიდი იმედი მაქვს დურინიო მოახერხებს და ამ ჩხუბში მოიპოვებს გამარჯვებას და დაადუმებს კანადელ კრაუდს. ვიცი შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, იმიტომ რომ თქვი რომ მაიკ მალოტის გამარჯვებას უფრო დიდი შანსი აქვს და ამავდროულად მეორე მებრძოლი დავფიქე, მაგრამ ბარნსის წაგებას უბრალოდ ვერ ავიღებდი. ეს ჩხუბი რომ დურინიო მოიგოს და რო არ დავფიქო, უბრალოდ ვერ ვაპატიებ ჩემ თავს, ძალიან მაგრამ მიყვარს, ძალიან მაგრამ მომწონს ბერნსი და აი ზუსტად ამ ყველაფრის გამო აუცილებლად ბერნს ავირჩევ. გადავიდეთ კომეინ ივენტზე, რაც გვაქვს ჩარლზ ჯორდანი, კაილერ ფილიპსის წინააღმდეგ. ეს დაპირისპირება უკვე გვექნება ბენთემვეიტში. ჩარლზ ჯორდანი ჩავიდა ფედერვეიტიდან ბენთემში და თავის ქვეყანაში დაუპირისპირდება ამერიკელ კაილერ ფილიპს. იმის შემდეგ, რაც ჩარლზ ჯორდანი ჩავიდა ბენთემვეიტში, ძალიან კარგად გამოიყურება. ორი მოგება აქვს უკვე ზედიზედ, ორივე გილიოტინით, ორივე ჩხუბში ბონუსი აქვს აღებული. მგონია რომ ეს მისი ნამდვილი წონა ფედერვეიტში შედარებით პატარა იყო. ეს ბიჭი არის სტრაიკერი, რომელსაც აქვს ასევე ჭიდაობის და ძალიან მაღალი დონის გრეპლინგ სკილები. ჩანს მის რეკორდშიც ბოლო 3 მოგება, 3-ვე აქვს გილიოტინით. გილიოტინა მოდის თავისი მეტოქეებისგან გამომდინარე, როცა ფეხზე მათ ტკენს, შემდეგ შედიან ფეხში, უღებს კისერს ჩადის გილიოტინაზე და აფინიშებს. კოეფიციენტებს რო შევხედოთ, რა თქმა უნდა, ფავორიტია ჟორდანი, მით უმეტეს თავის ქვეყანაშია, 1.64 აქვს, კაილერ ფილიპსის 2.23-თან. კაილერ ფილიპსეც რო ვისაუბროთ, საკმაოდ გამოცდილია UFC-ში 2019 წლიდან არის. თავიდან ძალიან კარგად გამოიყურებოდა, სონგიადონგთანაც აქვს გამარჯვება ჩაწერილი, თუმცა ბოლო ორი ჩხუბია აგებს თავის ჩხუბებს. აღსანიშნავია ის, რომ დაფინიშებული არასდროს არ არის. ეს ბოლო ორი წაგებაც ქულებით აქვს, რობ ფონტან და ვინისიუს ოლივეირასთან. პირველ რაუნდში ყველა ჩხუბში საერთოდ ძალიან მაგრა გამოიყურება, თავიდან ძალიან კარგად იწყებს, ძალიან ძლიერად იწყებს და აი ის ბოლო ორი წაგებაც რობ ფონტან და ოლივეირასთან. პირველი რაუნდი მოუგო ორივეს, თუმცა აი შემდეგ დაიღალა და მეორე, მესამე რაუნდში წააგო. ჭიდაობს, სტრაიკინგშიც კარგად გამოიყურება, სწრაფი არის ძალიან, თუმცა აი იღლება რა მეორე და მესამე რაუნდს აგებს. მგონია მსგავს სტილში გაიმართება ეს ჩხუბი და ზუსტად იგივეს გააკეთებს კაილერ ფილიპსი, რასაც აკეთებს, ძალიან აქტიურად დაიწყებს, დაიღლება ისევ და ვფიქრობ მეორე და მესამე რაუნდს მოუგებს ჟორდანი და ასევე ვფიქრობ რომ შეიძლება მესამე რაუნდში დააფინიშოს კიდევაც ჟორდანმა. ჩარლზ ჯორდანის კარიერას რო ჩავხედოთ, მესამე რაუნდს ყველაზე მაგრა ჩხუბობს და მესამე რაუნდში ყველაზე მაგრა იხდება ხოლმე. ასე რომ საერთოდ არ გამოვრიცხავ ჩარლზ ჯორდანის მესამე რაუნდის ფინიშს და ამ ბრძოლაში დავფიქავ ჩარლზ ჯორდანს. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს მანდელ ნალო, ჯეი ჰერბერტის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი კანადელი, გატენილი გვაქვს ეს კარდი კანადელებით. 36 წლისაა მანდელ ნალო, საკმაოდ უცნაური ნიქნეიმით არის, რედ გერბეჯი აქვს ნიქნეიმი ამ კაცს და ის არის გადმოსული ბელატორიდან. დანა ვაიტის კონტენდერებში მოიპოვა წინა წელს კონტრაქტი ნალომ და ეხლა გააკეთებს დებიუტს. არ არის ახალგაზრდა და პროსპექტი ეს მებრძოლი, მაგრამ ვფიქრობ UFC-ს ჭირდება კანადელი მებრძოლები კანადის ქარდისთვის და ზუსტად მაგით ყავს ეხლა ნალო თავის როსტერში, ხოლო ამ კაცის სტილს რაც შეეხება, ფინიშერია კონტენდერებში პირველივე რაუნდში დააფინიშა თავისი მეტოქე, ძირითადად პირველ რაუნდში აქვს ფინიშები და თვითონაც როცა მარცხ ხდება ფინიშდება. ჯეი ჰერბერტს რაც შეეხება, ვიცნობთ თავისი ჰაილაითით ილიასთან რაც აქვს გაკეთებული, ალბათ მის კარიერაში ეს არის ყველაზე დიდი ჰაილაითი. პირველ რაუნდში ილიას თითქმის დაფინიშება იმ ჰედკიკით, ძალიან არეული რეკორდი აქვს საერთოდ, ხანმოგებები აქვს, ხანწაგებები. 37 წლისაა, შეიძლება ითქვას რომ უკვე ასაკშია მაინც ასე თუ ისე. ბოლო ჩხუბი აქვს პადილასთან, სპლიტ დესიჟენით წაგებული. ნახეთ ჩვენ პადილა წინა კვირას, საკმაოდ კარგი დონის მებრძოლია პადილა და სპლიტით წაგება არ არის საერთოდ ძალიან ცუდი, თუმცა ამ დაპირისპირებაში უფრო ვფიქრობ ნალო არის ფავორიტი, კოეფიციენტებშიც ესე არის 1.54 აქვს ფავორიტია ბუკმეიკერების აზრით ნალო, 2.53 აქვს ჰერბერტს და პირდაპირ ვიტყვი და ვფიქრობ რომ ძალიან დიდი შანსი მგონია ამ ჩხუბში დაფინიშდეს ჰერბერტი, თუმცა არ გამოვრიცხავ მაინც იქიდან გამომდინარე თუ რა დონის სტრაიკერია ჰერბერტი, აქეთ დააფინიშოს ნალო,
იმიტომ რომ რაც თქვი, სამი წაგება აქვს ნალოს და სამივე ფინიშით აქვს წაგება და ძირითადად ანა ფინიშებს თავის მეტოქეს ან ფინიშდება ხოლმე და ზუსტად მაგიტო იქნება ჩემი პროგნოზი 2.5 რაუნდზე მეტი. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1 და 63 აქვს 2.5-ზე ნაკლებს და მგონია საკმაოდ კარგი ფიქი. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე ჟასმინ ჟუსტავიშესი კარინა სილვას წინააღმდეგ. კიდევ ერთი კანადელი მებრძოლი ჟასმინ ჟუსტავიშესი, რომელიც არასდროს არ მაზავს კანადის ქართს და ხალხსაც ძალიან უყვარს, კანადელ კრაუდს ძალიან უყვარს ჟასმინი. საკმაოდ კარგი დონის მებრძოლია, 2022 წლიდან ასპარეზობს UFC-ში და აქვს მხოლოდ 3 წაგება და სამივე წაგება ასე თუ ისე მაღალი დონის არის. ნატალია სილვასთან აქვს პირველი ჩხუბი წაგებული, მერე აქვს ტრეისი კორტესთან და ბოლო ჩხუბი მანონ ფიოროსთან წააგო. ფიქრობ ნატალია სილვასთან და ფიოროსთან წაგება საერთოდ არ აკნინებს და აგერ ფიოროსთან სანამ წააგებდა 5 ჩხუბიან winning streak-ზე იყო, საიდანაც 3ჯერ ბონუსი აქვს აღებული. ამ გოგოში ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ძალიან pressure fighter-ი, უყვარს ზეწოლის განხორციელება თავის მეტოქეზე, heavy takedown-ები და შემდეგ ძირს კონტროლი და იქ დაფინიშება. ძირითადად მასი აქვს ხოლმე ფინიშები. ხოლო კარინა სილვას რაც შეეხება, ბოლო ჩხუბი წაგებული აქვს თავის მეტოქის მსგავსად. მეისი ბარბერთან წააგო და იმის წინა ჩხუბი აქვს დიონი ბარბოსასთან მოგებული, რაც მგონია რომ დიონი მოუგო ეგ ჩხუბი და იმის წინა აქვს ბარბოსას წინა აქვს კიდე ვივიანე არაუჟოსთან წაგებული და ჩემი აზრით საერთოდ სამ კაციან losing streak-ზე უნდა იყოს წესით, ასე რომ ჩანს რომ რაც ოდნავ დონე მაიწია იმის შემდეგ რაც UFC-ში მოხდა, თავიდან სულ მოგებები ქონდა, 4 მოგება ქონდა ზედიზედ და რაც ცოტა დონე მაიწია, უკვე ასე ვთქვათ ვეღარ ქაჩაოს. უმაღლესი დონის გრეპლერია, სუფთა ჯიუ-ჯიტსუ აქვს ძალიან მაღალი დონის, მაგრამ აი მაგის გარდა ყველაფერი აქვს ძალიან საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის. ფიქრობ ამ დაპირისპირებაში ჟასმინი თავის პრეშერით შეძლებს მის ძირს გადაყვანას და თუ მოახერხებს და დაიცავს თავს კარინე სილვას მყინვეულებისგან ქვემოდან, აუცილებლად მოიგებს ამ ჩხუბში. ფიქრობ ერთადერთი გზა და ერთადერთი შანსი რაც აქვს კარინე სილვას თავის ზურგიდან, ანუ ქვემოდან რომ დააფინიშოს რამეზე დაიჭიროს ჟასმინი, მაგრამ საერთო ჯამში ფიქრობ რომ ალბათ გააკონტროლებს ჟასმინი და 3 რაუნდიანი გადაწყვეტილებით მოიგებს ამ ჩხუბში. კოეფიციენტებში 1.32 აქვს ჟასმინს, დიდი ფავორიტია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფავორიტია ამ ქარtze და ჩემი ფიქიც იქნება ჟასმინ ჯასტუიშუსის გამარჯვება. გადავიდეთ მეინ ქარდის შემდეგ დაპირისპირებაზე, რომელიც არის პირველი ჩხუბი ამ ქარtze, სადაც არ ყავს კანადელი მებრძოლი, ტიაგო მოისესი დაუპირისპირდება გეიჯ იანგს. გეიჯ იანგი არის 25 წლის ახალი მებრძოლი, რომელსაც 2 ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული, 1 მოგება და 1 წაგება აქვს. წინა ჩხუბი მოიგო მაჰაშატეს წინააღმდეგ და იმის წინ ევან ელდერთან წააგო. ევან ელდერი არის ძალიან მაგარი მებრძოლი, რომელიც პირადად მე ძალიან მომწონს და მაგ ჩხუბში გეიჯ იანგი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ფიქრობ 1 რაუნდი მოუგო ელდერს. ძალიან კარგად დამამახსოვდა გეიჯ იანგი მაგ ჩხუბის შემდეგ და ველოდებოდი მის შემდეგ ჩხუბს და ის შემდეგ ჩხუბი მაჰაშატესთან მარტივად მოიგო. ძალიან კაი ბიჭია, ძალიან მომწონს, ძალიან შეკრული მებრძოლია, შეუძლია ყველაფერი, ჭიდაობს მშვენივრად, ძალიან კაი სტრაიკინგი აქვს და გამძლეობაც ძალიან მშვენიერი აქვს ამ ბიჭს. ძალიან ახალგაზრდა მებრძოლია და ვფიქრობ დიდი მომავალი აქვს UFC-ში. ხოლო ტიაგო მოისეს რაც შეეხება, ტიაგო მოისესი საკმაოდ დიდი ხანია უკვე UFC-ში ასპარეზობს, აგერ 2018 წლიდან არის. თან 31 წლისაა და აგერ მის კარიერას რო ჩავხედოთ, აჭრელებული აქვს, ერთ ჩხუბს იგებს, ერთს აგებს, ბოლო ჩხუბი წაგებული აქვს გორდონთან, ჯარედ გორდონთან, პირველი რაუნდის ნოკაუტით, კლაინთან აქვს კიდე წაგებული, ბენუასთან აქვს, ისლამთან აქვს წაგებული კიდე სანამ ჩემპიონი გახდებოდა ისლამი. აქვს მოგებები მიჩ რამირესთან, ტრეი ოგდენთან, რაც ნორმალური დონის მოგებებია. აი ერთი გამოსარჩევი რაცა მელკიზაელ კოსტასთან აქვს მოგებული. კოსტა ძალიან კარგად გამოიყურება ეხლა და ეს მოგება ძალიან კარგად ჩანს. ფავორიტია გეიჯ იანგი ამ დაპირისპირებაში 1.76 აქვს მოისესის 2 კოეფიციენტის წინააღმდეგ. თავიდან კვირის დასაწყისში ანდერდოგი იყო გეიჯ იანგი და როგორც ჩანს ხალხი უფრო იხრება ეხლა გეიჯ იანგისკენ და მეც თავიდანვე რომ ვნახე ეს მატჩაპი, მაშინვე ვფიქრობდი რომ გეიჯ იანგი
უნდა ყოფილიყო ფავორიტი, ახლა ასეა და ჩემი ფიქით ამ დაპირისპირებაში იქნება გეიჯანგის გამარჯვება. მგონია ყველაფერში გაუკაჩავს საერთოდ მოისეს, უბრალოდ მოისეს აქვს ძალიან მაღალი დონის გრეპლინგი, ერთი მაგაში მივანიჭებდი მარტო მოისეს უპირატესობას, თუმცა მაინც მგონია რომ ვერ შეძლებს რომ რაიმეზე მოახერხოს და რაიმე საბმიშენზე დაიჭიროს გეიჯანგი და ზუსტად ამიტომ კიდევ ერთხელ ჩემი პროგნოზი იქნება ამ ჯგუფში გეიჯანგის გამარჯვება. გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზე, რაც გვაქვს main card-ის ბოლო ბრძოლა, დენის ბაზუკია მარკო ბარბოსას წინააღმდეგ. დენის ბაზუკია ალბათ შეიძლება გეცნობათ სახეზე, დენის ბაზუკია არის ძალიან ახლო მეგობარი მერაბის, ძალიან ხშირად ხედავთ ხოლმე მერაბთან, არც ხორობს ლას-ვეგასში, თუმცა ჩადის ხოლმე ლას-ვეგასში და იქ ვარჯიშობს მერაბთან ერთად, მაგრამ ისე ნიუ-იორკშია, რეი ლონგოს თიმიდან არის, ზუსტად მაქედან იცნობს მერაბს, ერთად ვარჯიშობდნენ ნიუ-იორკში, სანამ მერაბი გადავიდოდა ლას-ვეგასში საცხოვრებლად. 28 წლის მებრძოლია, რომელსაც UFC-ში 4 ჯგუფი აქვს გამართული, რომელშიც მხოლოდ ერთხელ მოიპოვა გამარჯვება. მანამდე მახსოვს ძალიან ბევრჯერ ცდილობდა რომ მომხდარიყო UFC-ში, ორჯერ აქვს კონტენდერებში ნაჩუბარი, პირველი წააგო, რომელ ჯგუფშიც ვერ მოიპოვა კონტრაქტი. შემდეგ მეორე ჯგუფი იჩხუბა კონტენდერებში, მოიგო, თუმცა არ მიცეს კონტრაქტი. და შემდეგ უკვე short notice-ზე ჩასვეს შონ ვუდსონთან და ზუსტად მაგ ჯგუფით მოახერხა UFC-ში თავის ადგილის განაღდება. ჩემი პირადი აზრით ვიტყოდი, რომ დენის ბაზუკია არის ნორმალურზე ცოტა დაბალი დონის მებრძოლი, ხოლო მის მეტოქეს რაც შეეხება მარკო ბარბოსა არის ბრაზილიელი მონსტრი და მგონია რომ ბაზუკიასთვის არის nightmare match-up-ი. 27 წლის მებრძოლია, რომელსაც ბოლო 4 ჯგუფი აქვს პირველ რაუნდში დამთავრებული. კარიერაში აქვს სულ 2 წაგება და ერთი ბოლო წაგება რაც აქვს ამ 4 ჯგუფის წინ არის გაბრიელ სანტოსთან. გაბრიელ სანტოსი არის ასევე UFC-ის მებრძოლი. ვინც არის იცით გაბრიელ სანტოსი შეგიძლიათ მოძებნოთ ლერონ მორფისთან აქვს split decision-ით წაგებული ლონდონში, სადაც რომელი ჯგუფიც ლერონ მორფის ჩემი აზრით და ძალიან ბევრის აზრით კიდე მოუგო. 2022 წელს არის გაბრიელ სანტოსა და ბარბოსას შორის ეს ჯგუფი ჩატარებული LFA-ში და ლაივში მაქვს ნანახი მეორე რაუნდში წააგო ბარბოსამ დააფინიშა სანტოსმა ეგრევე რომ გამოვიდა მეორე რაუნდში, თუმცა პირველ რაუნდში გადაუარა ბარბოსამ, ნოკდაუნიც მისცა სანტოს თითქმის დააფინიშა. კაროჩე გამოდის ბარბოსა პირველ რაუნდში და ცდილობს რომ საერთოდ ყველაფერი გაარტყას თავის მეტოქეს. ვფიქრობ რომ ძალიან დიდი შანსია რომ ზუსტად იგივენაირად გადაუაროს ბაზუკიას რა. თან ყველაზე დიდი ფავორიტია ქარდზე და ვფიქრობ ტყუილად ნაღდად არ არის. 1.19 აქვს კოეფიციენტი ბაზუკიას 4.50-ის წინააღმდეგ და ჩემი პროგნოზი იქნება რომ ბარბოსა მსგავსად თავისი წინაჩხუბებისა პირველ რაუნდში დააფინიშებს ბაზუკიას. შემდეგი ჯგუფი ჩავედით უკვე პრელიმებში, რობერტ ვალენტინი, ჯულიან ლებლანკის წინააღმდეგ. ჯულიან ლებლანკი არის 34 წლის მებრძოლი და ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაც არის UFC-ში, ჩემი აზრით, არის ის, რომ არის კანადელი, აკეთებს დებიუტს UFC-ში და აქვს 10 ორწე რეკორდი. ბოლო 5 ჯგუფიანი მოგებათა სერია აქვს, თუმცა საკმაოდ დაბალ დონეზე ჯგუფობს, ხოლო მის მეტოქეს რობერტ ვალენტინს რაც შეეხება 3 ჯგუფი აქვს UFC-ში ჩატარებული და 3-ვე აქვს წაგებული. თავის მეტოქისგან განსხვავებით UFC-ის დონის მებრძოლებთან მაინც აქვს წაგება. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ამ ჯგუფში 2.13 აქვს ლებლონკს, ვალენტინის 1.79-ის წინააღმდეგ, ანუ ფავორიტია ვალენტინი და სიმართლე გითხრათ ძალიან რთულია ჩემთვის აქ პიკის გაკეთება. ალბათ მარტო იმიტომ რომ ვალენტინი UFC-ის დონეზეა გამოცდილი, ალბათ მარტო მაგიტო გავაკეთებდი ვალენტინის ფიქს. განავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, ტანერ ბოუსერი გოხან სარიკამის წინააღმდეგ. ტანერ ბოუსერი არის კანადელი მებრძოლი, რომელიც აშკარად გაშვებული იყო UFC-დან, ერთი ჯგუფი UFC-ის გარეთ აქვს ჩატარებული და მსგავსად წინა მეჩაპისგან ზუსტად მგონია იმიტომ ჯგუფობს რომ უბრალოდ უნდათ რომ კანადის ქარდი შეევსოთ და მიცეს უკან კონტრაქტი, წინა ჯგუფში გამარჯვება მოიპოვა ვინისიუს მორეირას წინააღმდეგ UFC-ის გარეთ. ეს ვინისიუს მორეირა ადრე UFC-შიც იყო, მაგრამ ძალიან დაბალი დონის მებრძოლია და მოუგო ტანერამ და დაბრუნდა. ახლა ჩაატარებს ჯგუფს გოხან სარიკამის წინააღმდეგ. გოხან სარიკამი არის თურქი მებრძოლი, რომელიც ბელატორში მოღვაწეობდა, შეიძლება ითქვას, რომ
ბელატორის ვეტერანია. ეს ორივე მებრძოლი არის heavyweight-ი, თუმცა ტანერ ბოუსერი თავისი ბოლო ორი ჩხუბი UFC-ში light heavyweight-ში ჩავიდა და ძალიან კარგად გამოიყურებოდა სხვათა შორის მე მახსოვს ტანერ ბოუსერის წინა ჩხუბები, სადაც heavyweight-ში ძალიან ჩასუქებული იყო, თუმცა არ იყო დიდი heavyweight-ი და რასაც იგებდა ხოლმე ჩხუბებს, ან რასაც ქაჩავდა, თავისი აი ამ სისტრაფით ქაჩავდა, იმიტომ რომ პატარა heavyweight-ი იყო, თუმცა აი რო ჩავიდა light heavyweight-ში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ცხიმები დაიკლო, კუნთიც გამოუჩნდა, მაგრამ ვერ ნახა სამწუხაროდ წარმატება. კუტელაბა შეხვდა და პირველივე რაუნდში დააფინიშა კუტელაბა. მართალია შემდეგი ჩხუბი მოუგო ალექსა კამუს, მაგრამ რატომღაც მაინც განთავისუფლეს UFC-დან, დიდი ალბათობით კონტრაქტი დაუმთავრდა და უბრალოდ აღარ გაუგრძელეს. ეხლა იქნება შანსი რომ გააგრძელოს თავისი კარიერა UFC-ში, თუმცა ეხლა ჩხუბობს heavyweight-ში და ეჩხუბება ნამდვილ heavyweight-ს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ამ ჩხუბში, ბოუსერი არის underdog-ი 2.28 აქვს, ხოლო გოხან სარიკამი არის 1.61. პირდაპირ ვიტყვი ამ დაპირისპირებაში ვფიქრობ ძალიან გაუჭირდებათ ერთმანეთის დაფინიშება ამ მებრძოლებს. ვფიქრობ ვიხილავ ძალიან ბევრ კლინს ოქტაგონის კედელთან და ზუსტად ამიტომ მგონია რომ გაიწელება ჩხუბი და ჩემი ოფიციალური პროგნოზი ამ დაპირისპირებაში იქნება 1.5 რაუნდზე მეტი, რასაც კოეფიციენტი აქვს 1.53 და საკმაოდ რეალური მგონია. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს ქალების კიდევ ერთი დაპირისპირება, მელისა კროდენი, კანადელი დაუპირისპირდება დალია ჟელეზნიაკოვას, რუს მებრძოლს. ძალიან დაბალი დონის ჩხუბია, ჩემი აზრით, ეს ქალების დაპირისპირება. არც ერთი მებრძოლი არ არის top 15-დან ახლოს და ბევრ ლაპარაკს არ დავიწყება მატჩებზე, არ არის ჩემთვის საერთოდ საინტერესო. 1.61 აქვს კოეფიციენტი მელისას, ხოლო დარიას 2.28 და მარტივად ჩემი ფიქი იქნება კროდენი, მარტო იმიტომ რომ კანადელია და თავის ქვეყანაში ჩხუბობს. შემდეგი დაპირისპირება ქალების კიდევ ერთი ჩხუბი, JJ Aldrichი, ჯეიმი ლინჰორთის წინააღმდეგ. ჯეიმი ლინჰორთი კანადელი მებრძოლია, ორმოგებიანი სტრიკით მოდის, საკმაოდ კარგი ბრძოლები აქვს მოგებული, ვანესა დემოპულუსთან და ტერეზა ბლეიდასთან აქვს მოგებული, ორივე მოჭიდავეს მოუგო, ხოლო JJ Aldrichს რაც შეეხება, მასაც მოგება აქვს ბოლო ჩხუბი ანდრეალისთან, ძალიან კაი მოგებაა ესეც ჩემი აზრით. JJ Aldrichი ძალიან კარგად ჩხუბობს მოჭიდავეების წინააღმდეგ, ძალიან კარგად იცავს თავს ჭიდაობის წინააღმდეგ და შემდეგ დგომში, ძირითადად დგომში ეჩხუბება ხოლმე ძალიან კარგად თავის მეტოქეებს. საკმაოდ გამოცდილია UFC ვეტერანია, ჩვეულებრივად 2016 წლიდან არის UFC-ში უკვე 10 წელია. საერთო ჯამში ძალიან ნორმალური მებრძოლი მგონია. ამ ჩხუბის კოეფიციენტებს რო ჩავხედე, ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ მეგონა უფრო ფიქემი იქნებოდა და თანაბარი იქნებოდა კოეფიციენტები, მაგრამ როგორც ჩანს, ფავორიტია ჯეიმი ლინჰორთი 1.61 აქვს, JJ Aldrichs 2.28 აქვს და პირდაპირ ვიტყვი რომ ჩემი ფიქი იქნება underdog ფიქი ამ დაპირისპირებაში და დავფიქავ JJ Aldrichs 2.28 კოეფიციენტით, მგონია რომ ძალიან კაი შანსი აქვს. მართალია ჯეიმი ლინჰორთიც ძალიან მომწონს, ძალიან კარგად გამოიყურება, ძალიან კაი მოგება აქვს ბოლო ორი, მაგრამ აი JJ Aldrichის ამ გამოცდილებას ვენდობი და ზუსტად მაგითო ის იქნება ჩემი ფიქი. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს ალან ნასიმენტო მიჩ რაპოსოს წინააღმდეგ. ალან ნასიმენტო არის ბრაზილიელი მებრძოლი, დარბაზის შუტებოქსიდან არის, ალბათ გეცნობათ, შუტებოქსი არის ჩარლზ ოლივეირას დარბაზი და ამ დარბაზიდან მებრძოლები განსაკუთრებულად გამოირჩევიან თავისი, ასე ვთქვათ, სიმამაცით და ძალიან მაღალი დონის გრეპლინგით და ზუსტად ტიპიური შუტებოქსელია, ზუსტად ალან ნასიმენტოც. 34 წლისაა, 22-6 აქვს ბალანსი და UFC-ში სულ ერთი წაგება აქვს ტაგირ ულანბეკოვთან, ისიც გაყოფილი გადაწყვეტილებით, არის ძალიან მაღალი დონის გრეპლერი და ჯიუ-ჯიტსუ აქვს ძალიან მაღალი დონის. რო ჩავხედოთ მის კარიერას, ძირითადად ფინიშები რაც აქვს, სულ საბმიშენები აქვს, ხოლო მიჩ რაპოსოს რაც შეეხება, 3 ჩხუბი აქვს UFC-ში, პირველი 2 split decision-ით წააგო, ბოლო აზად მაქსუმთან აქვს მოგებული, თუმცა აზად მაქსუმი საერთოდ არ არის მაღალი დონის მებრძოლი. მიჩ რაპოსო ძირითადად არის თავისუფალი სტილის მოჭიდავე, ძალიან კაი ჭიდაობა აქვს ამბიც, მაგრამ ძირითადად striking-ს იყენებს თავის ჩხუბებში, თუმცა როცა დაჭირდება, შიგადაშიგ მიქსავს ხოლმე ტეიქდაუნებსაც, მაგრამ ამ დაპირისპირებაში მგონია რომ შეცდომა იქნება თუ შეეცადა და ალან ნასიმენტო ძირს ჩაიყვანა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გრეპლერია და ძალიან თავისუფლად მგონია რომ რაღაცაზე დაიჭერს ნასიმენტო მას. ვფიქრობ, რაც შეიძლება ბოლომდე უნდა შეეცადოს რომ ფეხზე გააჩეროს რაპოსომ ეს ჩხუბი. ფავორიტი ამ დაპირისპირებაში ნასიმენტო 1.59 კოეფიციენტით, მიჩ რაპოსოს 2.58 კოეფიციენტით
ბრუნდის წინააღმდეგ და აქაც მარტივად ჩემი ფიქი იქნება ალან ნასიმენტოს გამარჯვება. მგონია რომ რაიმეზე დაიჭერს რაბოსოს რამე მტკივნეულზე დაიჭერს. პრელიმების შემდეგი ჩხუბი ჯონ სექსი მექსი კასტანედა მარკ ვოლოგდინის წინააღმდეგ. მარკ ვოლოგდინი არის რუსი მებრძოლი, რომელიც დებიუტს გააკეთებს UFC-ში და ვინც არიცით ეს ბიჭი მოდის მარცხით, თავისი ბოლო ჩხუბი აქ წაგებული დანაოეთის კონტენდერების სერიაში და ზუსტად აი ამ მარცხით მოიპოვა კონტრაქტი. ეგ ჩხუბი იყო დიდი ალბათობით კონტენდერების სერიაში, ყველაზე მაგარი ჩხუბი, ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი ჩხუბია, 3 რაუნდიანია და დახოცეს ერთმანეთი მოკლედ იმ ჩხუბში ვოლოგდინმა და მარტინეტიმ. ორივე მოიგეს კონტრაქტი, გახეული ქონდა სახე იმ ჩხუბის შემდეგ ვოლოგდინს, როგორც ჩანს აღიდგინა ეხა. თავიდანვე საკმაოდ რთული მეჩაპი მიცეს სხვათა შორის. ჯონ კასტანედა ძალიან კაი მებრძოლია, ძალიან მაგარი სტრაიკერია. ვოლოგდინზე კიდე ცოტა რომ ვილაპარაკო, მერაბთან ვარჯიშობს სინდიკატ MMA-ში და საერთოდ მერაბის სპარინგ პარტნიორიც არის, როგორც ნახე ვიდეოებში, დაჟე მერაბი პიტერ იანთან ემზადებოდა, ძალიან ბევრ ვიდეოში ვხედავდი რომ ამბიცე სპარინგებოდა. მგონია რომ აქვს მომავალი მას UFC-ში და არის UFC-ის დონის მებრძოლი. ძალიან მაგარი სტრაიკერია, ძალიან მძიმე ხელები აქვს და ძალიან მაგარი ქიქები აქვს ამბიც და გული აქვს კიდე ძალიან მაგარი, რასაც მებრძოლებში მე პირადად ვაფასებ, მაგრამ საერთოდ ნაბიჯს არ დგავს უკან და ასევე აქვს ტეიქდაუნებიც კონტენდერების სერიაშიც ვნახეთ ცდილობდა ტეიქდაუნები გაეკეთებინა თავისი მეტოქისთვის, ხოლო კასტანედას რაც შეეხება, კასტანედა არის ტიპიური სტრაიკერი, ძალიან მძიმე ხელებით და ძალიან მძიმე ქიქებით. ბოლო ჩხუბი კასტანედას აქვს წაგებული კრის გუტიერესთან სპლიტ დესიჟენით, მაგრამ არ არის ცუდი წაგება, ვფიქრობ, გუტიერეზი ძალიან გამოცდილი ვეტერანია, მაგის წინა აქვს, მაგ ჩხუბის წინა აქვს დანიელ მარკოსთან წაგებული, მარკესიც ძალიან მაღალი დონის მებრძოლია. ვფიქრობ, ეს ჩხუბი ძირითადად მაინც ფეხზე გაიმართება და ძალიან თანაბარი იქნება რა. აი კოეფიციენტებსაც რო ჩავხედოთ, ბუქმეიკერების აზრითაც ძალიან თანაბარი ჩხუბია. ძალიან პატარა ფავორიტია კასტანედა 1.80 კოეფიციენტი, ხოლო ვოლოგდინს აქვს 1.98 და პირდაპირ ვიტყვი, ჩემი ფიქი იქნება ვოლოგდინი. ძალიან მომწონს ეს ბიჭი და ვფიქრობ, ძალიან ჩვეულებრივად შეუძლია კასტანედა გაიაროს და წაიწიოს ნელ-ნელა უფრო წინ და წინ. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე და ბოლო ჩხუბზე, პრელიმების პირველ ჩხუბზე, ჩვენთვის ბოლო ჩხუბზე, რაც გვაქვს ჯეიმი სირაი, ჯონ იანისის წინააღმდეგ. ეს ჩხუბი, როგორც ჩანს, თავიდან არ იყო, რამდენიმე დღის წინ საერთოდ არ იყო ეს ჩხუბი და ეხლახანს დაამატეს. ჯეიმი სირაი არის კანადელი მებრძოლი და მსგავსად წინა ჩხუბებისა, რაც ვთქვი, რამდენიმე ჩხუბში ზუსტად იმიტოა UFC-ში ხლა რომ ეს კანადის ქარტი შეევსოთ, დებიუტს გააკეთებს ეხლა, ხოლო ჯონ იანის რაც შეეხება, მას აქვს უკვე ჩატარებული ჩხუბი UFC-ში, ოსტინ ბაშის წინააღმდეგ, მართალია წაგება აქვს, მაგრამ პირველ რაუნდში აქვს წაგებული და ოსტინ ბაში არის პირველი მეორე რაუნდის მებრძოლი, გამოდის ქარბორ ბალასავით და ზუსტად მსგავს სტილში მოუგო მასაც. ამ ჩხუბზეც ბევრს არ ვილაპარაკებ, ფავორიტია ჯეიმი სირაი, 1.37 აქვს იანისის 3 კუშის წინააღმდეგ და ჩემი პიკი იქნება ჯეიმი სირაის გამარჯვება. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო, მეგობრებო, და როგორც თქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს პროგნოზები არ არის ბეთინგ პროგნოზები. შემდეგ ვიდეოს დავდებ, სადაც იქნება ბეთინგ პროგნოზები და განახებთ ჩემ ბილეთებს, რაც მექნება ამ კვირისთვის. თხოვნა იქნება რომ დავალაიქოთ ვიდეო და ვისაც არ ყავართ გამოწერილი, გამომიწეროთ. 40 გამომწერი გვაკლია, როგორც გითხარით და 1000 გამომწერზე ავალთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.